მე ამ ვიდეოში ამ ცარიელ მიტოვებულ ოთახს ვაქცევ ჩემი ოცნების გეიმინგ ოთახად. პირველი მსგავსი ვიდეო და შესაბამისად გეიმინგ PC-ს დაახლოებით 7 წლის წინ ავაწყე. ამ სახლში კი დაახლოებით 2 წელია გადმოვედით, თუმცა მესამე სართულის ეს ოთახი სრულიად უფუნქციო იყო. ასე რომ დადგა დრო, რომ ჩემი ბავშვური ოცნება კიდევ ერთხელ ავიხდინო და თქვენთან ერთად მოვაწყო გეიმინგ editing ოთახი და თან ბევრი საინტერესო რამე გაგიზიაროთ. ვიდეოს ხარდაჭერისთვის კი დიდი მადლობა ეკუთვნის Zoomers და EasyDesk. ეხლა კი დავიწყოთ. პირველ play button-ი გამოვიტანოთ ხო ჩემი გამომწერისთვის. ერთ-ერთი ჩვენგანი ამას მიიღებს საჩუქრად. მოკლედ ამ ვიდეოში ვილაპარაკებთ ყველაფერზე, მონიტორზე, მაუსზე, კლავიატურაზე, PC-ზე, უშუალოდ ბევრ სხვა აქსესუარზე, რომელიც ესე ერთი სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ მიყოლებით, მივყვებით და ყველაფერს ამ ვიდეოში გავაკეთებ. და ვიდეოს ბოლოს ამ ოთახში უნდა იყოს აწყობილი სივრცე, სადაც მე ნებისმიერ დროს მოვალ ესე მყუდროდ. დავკეტავ კარს და დავიწყებ მუშაობას. ჩავწერ ვიდეოებს, ვილაპარაკებ თქვენთან ერთად, გავსტრიმავთ, ვითამაშებთ თუ დავამონტაჟებთ ყველაფერს. ხოლო ეხლა კი პირველი ნაწილი. რაც შეეხება მაგიდას, მაგიდა არის FlexiSpot E7, ანუ გულისხმობ მაგიდას, რომელიც ძრავზეა, შეგიძლია ნებისმიერ დროს აწიო, პირობითად და ასე იმუშაო. მოკლედ, სადაგზა ვილაპარაკებთ ამაზე. ხოლო ეხლა კი მოდი დავიწყოთ გახსნა. და რატო ვახსენე დასაწყისში EasyDesk-ი? მოკლედ EasyDesk-ი არის FlexiSpot-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. როდესაც მაგიდა გამახსენდა რომ ჭირდებოდა საერთოდ ოთახში, რა თქმა უნდა დავიწყე ძებნა, ხო? და მარტივად მივადე EasyDesk-ს. FlexiSpot-ი კი არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია რეალურად, იმიტომ რომ ამ ბრენდზე ვიდეოებს შეხვდებით, არ ვიცი, Linus Tech-თან, Unbox Therapist-თან, Mr. Who's the Boss-თან. ყველას ვინც კი რაღაცა მსგავს setup-ს აწყობს, პირველი ნახავთ რომ FlexiSpot-ის დესკს და მაგიდას აწყობენ. შესაბამისად EasyDesk-თან ჩემი კომუნიკაცია ძალიან მარტივი იყო. ძმებო, ვაპირებ ოთახის მოწყობას, editing-ის გეიმინგის ოთახის მოწყობას და რას მირჩევთ. და გამოვიდა ისე რომ დღეს FlexiSpot E7 ჩვენთან ერთად არის და ძალიან მაინტერესებს და ერთი სული მაქვს როგორი გამოვა. ასე რომ წავიდა ეხლა თავს აღარ მოგაწყენთ შიგადაში გაწყობით და ერთიანად მივაყაროთ ეს ამბავი. უბრალოდ ყუთებიდან ამოვიღე და ესე დავიღალე და ამის აწყობა როდეს იქნება. ჰოპა. აი მძიმე ტიპია ეს, ხო იცი? ეგ არის. ასე თუ ისე მზად არის იმისთვის რომ მაგიდის ზედაპირი დავაკრათ. ესე იგი, ავარჩიე ბამბუკის ზედაპირი, იმიტომ რომ პირველ რიგში მოკლედ ამ პრობლემას უცებ წავაწყდი, რომ ზედაპირი მინდოდა ცოტა არასტანდარტული ზომის. არასტანდარტული ზომის გულისხმობ იმას, რომ მინდოდა 70 მინიმუმ ყოფილიყო და ასევე მინდოდა რომ სიგანეში ყოფილიყო ცოტა მეტი, ვიდრე 120 და 140 სტანდარტულად რა. შესაბამისად დავიწყე ძებნა, თუ სად როგორ ანაირად შეიძლება და მომეძებნა. სხვადასხვა მაღაზიებში გავიარე, ბევრი ხეს, ვინც აკეთებს, სუპერმარკეტი დიდი და ასე შემდეგ, მაგრამ არსად არ იყო 70, ყველა იყო 60 ხოლმე. ბამბუკი იმიტომ ავარჩიე პირველ რიგში, რომ არის ძალიან გამძლე. მინდოდა ძალიან ისეთი დამუშავებული ზედაპირი რა. ამჯერად და მე მგონი რომ კარგად გამოვიდა რაც ჩანს. ეხლა თქვენთან ერთად გავხსნით და ვნახოთ როგორ გამოიყურეთ. მაგრამ გვაქვს ერთი სამწუხარო ამბავი, აი გზაში დაზიანდა ერთი ადგილი და ზედა მხარეს ცოტათი დაზიანება ეტყობა. თუმცა მაგას გამოვასწორებ იმედი მაქვს მომავალში. ეხლა ჩემი ძალიან ჭრილი დანა ცოტა გვერდზე მოვაშორო, პარკერი მოვხსნა და გადავიდეთ მონტაჟის ნაწილს. დავზომეთ ყველაფერი, წესით ყველაფერი სწორად არის. ეს Xiaomi-ის არის ვორსტები ხო? და მაჩუქა შაკომ, როდესაც სახში გადმოვედით შაკომ და თიკამ, ისე მადგება რომ რავი, სულ ლოცავ შაკომ. და კავერი, რომელიც ზემოდან უნდა დავაფაროთ და მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ვირვიტან კაბელიებს რა. ამიტომ ეს არის ძალიან კაი ტიპი, რომელიც დამალავს ყველა კაბელი. ესეც ასე, მე მგონი ყველაფერი შევაერთე, ყველაფერი მზად არის, ძალიან ძიმე და სოლიდურად გამოიყურება, შეიძლება ითქვას. ესე იგი, დათხართ, ჩემს ცხოვრებაში პირველი standing desk-ი. რა სამბო? რა მაგარია? თელი მაგიდა ამოვიდა. 123 ველოდებით. What? რა 123, 125-ზე ავიდა. აუ, რა კომფორტული არის, წარმომიდგენიათ. ეხლა განახებთ როგორი დისპლეი აქვს. Up, down. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი, ძალიან გამძლე, გამძლეობაზე გამახსენდა დაიცა. ძალიან კომფორტული მაგიდა. თქვენს ეკრანებზე და ჩემს ოთახში. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგზე. ესეც ჩვენი PC. თუმცა ამ PC-ს რამდენიც გინდა ეთამაშე, ჩაეხუტე, მოეფერე, მონიტორი და დამატებითი აქსესუარები არის უმნიშვნელოვანესი რამე. შესაბამისად, წავედი ერთ ძალიან საინტერესო ადგილს. ერთი სული მაქვს, ეხლა როდის ნახავ მონიტორს, როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ რეალურად ნანახი საერთოდ სხვა არის, ვიდრე საიძე რო ნახავ. ხო და ეხლა მოდი შევიდეთ, ავარჩიოთ და კარგად მოვაშინაუროთ ჩვენი გეიმინგ გაჯეტები. წავიდეთ. აუ,
რა ხდება ნახე სალამი ზუმერი ზოგადად იმიტომ ასწორებს რომ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი აქვს ყველა მიმართულებით მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გეიმინგის მოყვარულებს და ზოგადად გეიმინგ სივრცის მოსაწყობად არის იდეალური იმიტომ რომ მრავალფეროვანი არჩევანია მაგრამ მე კონკრეტული რაღაცა მინდა აქ Opa. So, წავიდე. არის თუ არა ეს საკმარის? ნახეთ, ვინ შემოგვიერთდა. Hello. დავკნიე ხელი. გამარჯობა. ბავშვებს რა ბავშვობა აქვს ხდებით ხალხო? ბავშვობაში კატაობენ მაგიდით. და კი რა იყო ცოტა ხნის წინ ამოსული და ეს მაგიდაო, სხვას არაფერს არ შვებაო? ესე მკითხა. ანუ სხვას რას უნდა შვებოდე შვილო მაგიდით? იცეკვებს თუ რას, მაგრამ ეგ არის თანამედროვე ბავშვებს არაფერი არ ყვირვებთ. მამა რას ეთქვი? თქვი აბა, მამა. მამა. მიყვარხარ? აბა. სანამ unboxing-ს დავიწყებ ამასობაში გავმრავლდით, მეგობრებო და ტურნიკზე ვეკიდებით ყველა საერთოდ. დაიღალე ტურნიკზე აწევით? კაი, მამა, ნელა, ლამაზი, კაი. ტურნიკიც გვაქვს ოჯახში. იმედია კომპიუტერის მაგიდა ეღირსება მამას. მოკლედ, როგორც იქნა, ყველა გავისტუმრე ოთახიდან და დავიწყეთ ღამის თენება. ჩვენი მონიტორი Alienware და შასე თქვენს ეკრანებზე. აუ, ამას რა აწყობს. წინ დიდი ღამე გვაქვს. ოჰო. და მისი უდიდებულესობა. ოჰო. ანუ ესეთი რამე გაგიგიათ, რომ მონიტორი ვინმეს უკანა მხარის ხალხით აერჩიოს. ხო და მოკლედ ესეთი შავი ვერსიაც არსებობს. აი ეს რო შავი აქვს, მაგრამ აი ეს ფერი რო ქონდა ეს, აუ მეთქი ეგ არის. ესე იგი, ჩემი ოთახი არც ისე დიდია, როგორც ვიხდით, კვადრატულობით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იქეთ როზე პირდაპირ კამერა მიდგას, აქედანაც ხედავს, პატარა არის რა. არ ვიცი ხა ვიდეოში კიდე ისე კარგად არ აღიქმება. აუ, ფეხი რა მაგარია, ხალხო, მე მგონი ამას არ დავაყენებ. MSI-ის იმაზე რა, ძალიან პატიურია. მოკლედ ხვდები რომ გეიმინგი ძალიან შეიცვალა, მაგრამ ჩემს ისტორიას მოგიყვებით, გეიმინგთან დაკავშირებით. რა ვიცი, აი მართლა რომ კომპიუტერები რო იწყებოდა ეს კომპიუტერების ბიზნესი, ანუ გეიმინგ რუმების. მაშინ მუშაობდი და სხვათა შორის მუშაობდი გულისხმობს სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ზაფხულში დამატებით მუშაობდი და იქ სამეგრელოში ჩემთან მარტულში. ნუ მასპინძლობდი ვიღაცეებს ხოლმე. თან იმიტომ მუშაობდი რეალურად რომ ძალიან მიყვარდა. თანაც ვერ ყვეოდი მაგ დროს. თუმცა მაგის მერე გავიდა ბევრი წელი და ეხლა სიმართლე გითხრათ, თამაშებშიც მაგარი ნუბი ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მითამაშია, თორე გინდა არ გინდა საათები უნდა გაატარო თამაში, თუ გინდა რომ კარგად ითამაშო, ხო, ბუნებრივია. შესაბამისად შეიძლება ნებისმიერ თქვენგანი ბევრად კარგად თამაშობდეს, რა ვიცი, ნებისმიერ თამაშს. მაგრამ ესე არ იქნება მომავალში. ცოტა ხანი დამელოდეთ, ცოტა ხანი. აუ, მაგარია, ვარღადაო. ცოტა ხანში ჩემი კომპიუტერი მექნება. ანუ უკან კაბელების გაყვანის შემდეგ, აი ესეთი ორგანიზერია, რომელიც ამ ადგილას მიჯდება და ეგ არის. ხო არ გადაო, რა სიმპათიური ვინმე არის. აი ესეთი ძალიან მაგარი აუდიო სისტემა Razer-ისგან, რომელიც მოიცავს ორივეს. ანუ საბუფერსაც და საუნდბარსაც. აუ, ძალიან მაგარი სახელი აქვს, დაიცა, გავიხსენე. ხო, Leviathan ვერსია 2, რომელიც დაამშვენებს ჩვენს ახალ მაგიდას. და საბუფერი თქვენს ეკრანებზე. აი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ Razer-ის აუდიო სისტემა მექნებოდა. აი, ვიცოდი, რომ აი Razer-ის კლავიატურა, მაუსი, რა ვიცი, სხვა აქსესუარები, მაგრამ აი აუდიო სისტემაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ყურსასმენი, რომელიც ავარჩიე, რატომ ნორმალური აქვს, როგორც ნახე, გადავხედე რევიუებს და ასე შემდეგ. მეორე იმიტომ ავარჩიე, რომ Bluetooth ვერსიაც არის უბუქი ტიპია, სხვათა შორის, აი Apple-ის ყურსასმენისგან განსხვავებით და ასე შემდეგ. და მეოთხე, იმიტომ ავარჩიე, რომ არ ვიცი. ნახოთ, მაინტერესებდა როგორი იყო. და შემდეგი კლავიატურა, მექანიკური კლავიატურა. აუ, ხო არ გადაო. შეხედეთ, უბრალოდ შეხედეთ, ნახე. აუ, რა კაი ტიპია, ბიჭო, ნახე. რა თქმა უნდა, RGB-ია, აი ესეთი სადგამი აქვს. გადართავ Bluetooth-ზე. ოპა! აინთო ხალხო, აინთო. ჩათვალეთ, რომ პირველად ვეხები ეს გავს ტექნიკას და პირველად ვაკეთებ, უბრალოდ აი ჩემთვის პირველად ვაწყობ ესეთ სივრცეს რა. და მაუსი, Razer-ის მაუსი, ასევე რომელიც გამოიყურება აი ეს. მაუსის გახლავთ უსადენო, შეგვიძლია ჩავთოთ და ეს საკმაოდ კაი ტიპი არის, არც ძალიან ძიმია, არც ძალიან მსუბუქი, რა ვიცი.
ჯერჯერობით გაიტები ჩანს ესე ვიზუალურად თამაში ვნახოთ რა. გავედით ბოლოში და ბოლოს ყველაზე პატარა ეს გახლავთ Samsung-ის 2 ტერაბაიტიანი SSD, იმიტომ რომ ისიც შეხაყენია 1-2 ტერაბაიტიანი და აი ეს უნდა დავაყენოთ აუცილებლად მეორე, რომელსაც გადავაქცევთ C-დისკად, ხოლო იმას გადავიტანთ D-დისკში. ანუ ამაზე დავაყენებთ სისტემას, ავწერთ ძალიან ბევრ თამაშს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი SSD-ა და ძალიან მინდოდა რომ ესე ვთქვათ გაგრძელება აქვს და ასე შემდეგ და მინდოდა რომ ძალიან სწრაფი და გემრიელი SSD მქონოდა და გვექნება ნამდვილად Zoom-ის დამსახურება. დაგვათენდა ამასობაში მეგობრებო, დილით უკვე 8 საათზე კიდე გავუშვი სკოლაში, მილა დავაბინავეთ, თეო წავიდა სამსახურში და ისევ მოვედი ჩემს მყუდრო ადგილას და ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეა წინ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გაჩვენოთ ჩემი სკამი. ეს სავარძელი ზუსტად წელიწადი და რამდენიმე თვე არის, რაც აქ დევს. ანუ მაჩუკეს დაბადების დღეზე, ოღონდ ეხლა რომ მქონდა იმ დაბადების დღეზე კი არა. ინა დაბადების დღეზე ჩემო ოჯახის წევრებმა მოდი ჩავთოთ, თან ვცადოთ, ესე ჩაი. ხო არ გადაო. ანათებს ხო არ ხადაო? ანათებს. პატარა ბავშვით რომ იხადია, ხო მაგარია. რავი, მე პირადად ძალიან მომწონს რა. ეხლა პირველ რიგში ვეცდები რომ кейს მოუძებნო ადგილი. ესე იგი, ერთი ვერსია იყო აქ რომ დამედო. ავი, არ მომწონს რა, იმიტომ რომ ის არის ადგილს იკავებს ძალიან კი, ლამაზია, ანათებს, ლედი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე ვერსიის იდეა მაქვს. ეხლა შემოვიტან სამაგს და გაჩვენებთ. ესეთი რაღაცა არსებობს. ესეც რა თქმა უნდა EasyDesk-ის დამსახურებით გავიგეთ რომ არსებობს და საერთოდ FlexiSpots აქვს თავისი кейსის სამაგრი და მე მგონი ზემოდადებას აჯობებს. ხო, სხვათა შორის ამ მაგიდის დამზადებისას ასევე გამიკეთეს მაგიდის თარო, იმიტომ რომ რჩებოდა. მაგრამ ასევე მე გამახსენდა რომ მაქვს მეორე თაროც. ანკერის თარო შევიძინე ადრე და ეხა ორივე მათგანი ნახოთ. მოკლედ ეს არის თარო ნომერი 1, რომელიც მაგიდის დიზაინშია და მე მგონი ძალიან cool არის. უბრალოდ მონიტორთან არ ვიცი როგორ წავა და ეს არის თარო ნომერ 2, რომელსაც კვების კაბელი მოყვება აქ, აქედან PC-ს აერთებ და ამ თაროში wireless charger-ია, ასევე ანკერის არის ძალიან კაი ტიპი. ასევე ჩაშენებულია card reader-ი, კურსასმენის ჯეკი, ორივე SD და micro SD-ს წამკითხავი, USB პორტი 2 და 2 Type-C პორტი რა. ხო და არ ვიცი როგორ გამოდგება, როგორ მოუხდება. ამიტომ ეხლა ერთად ნახოთ. ჯერ აუდიო სისტემა გვერდზე გადავიდეთ. ხო და რა ვიცი, აი ფიქრობდი რომ ეს ხომ არ მონიტორის ქვეშ აი ესეთ ვარიანტით შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ეს აუდიო სისტემა აი აქ ჩაიდგას და რაღაცა ლამაზად იქნება. რაც შეეხება მონიტორის განათებას. შემდეგი ჩვენი სტუმარი, ანუ ეს არის light bar-ი, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც მონიტორის უკან, ასევე მონიტორის წინ. აი ესეთი პონტია, თან ეკრანსაც ოდნავ ანათებს, ძალიან არ ანათებს და თან background-საც ანათებს. ეხლა დღისით თუ ესეთ განათებაში არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ მეგონი კაი ტიპი. ძალიან მაგარი რამე. თარო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, არსად თარო და სივრცე არა აქვს მაგიდას რა. მხოლოდ აქეთმა გუჯრები და აი ეს ძალიან მომეწონა რომ ნახულობ. და შემდეგი ამ ოთახის შემდეგი მშვენებები არის რა თქმა უნდა play button. და ასევე კიდე რას ვიქრობდი, იცი, რაღაც კითხვა მაქვს, ერთი წამი. ესენიც ხო არ დავკიდო, ეს მაინტერესებდა რომ მეკითხო. დავკიდო? თუ არ გვინდა ამდენი. ამას რა უყოთ? ესენიც დავკიდოთ? არა, ამდენი არ დაეტევა აქ. მოკლედ, ეს არის იმის ნაწილი, რაც გვაქვს კიდე. რამდენიმე goldi, რამდენიმე silver-ი, რამდენიმე კიდე ჩამოვა. დაწუნებული ვარ, მოკლედ ამ ყველაფერს ნელ-ნელა დავკიდებ, ამ ვიდეოში ყველას ვერ დავკიდებ აქ. სადად 1 2 3 მოუხდება აქაურობას. ეხლა ამას ისე უკან დავაბრუნებ. YouTuber-ის ოთახი. რა YouTuber-ის ოთახი იქნება? თუ ეს რაღაცა სადმე არ გაეკრო. ხო და ეს რაღაცა ან აქ ჯვარის ქვეშ, შუაში მოუხდება, ჩანს, კი ჩანს. აჰა, ესე იყოს ჯერჯერობით. ასევე მეორე ლედი, ეს არის იგივენაირი ლედი. ერთი გავხსენეთ ამდენიმე დღის წინ. iLo-Fi, ესეთი ბრენდია, რომლის ორი გასანათიც გამოვწერე Amazon-იდან. სხვათა შორის მეგობრებო, Amazon-ზე ყველაფრის links, ესე ვთქვათ, რაც Amazon-იდან გამოვწერე, რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ, აღწერაში იქნება. კონკრეტული ლინკი იქნება მითითებული, შეგიძლიათ თქვენც გამოიწეროთ და მოკლედ ისარგებლოთ მაგამბით ყველაფერ links დაგიგდებთ. ასევე გვაქვს აი ესეთი mousepad-ი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ არ მაქვს ამ gaming-ში ისეთი კომპეტენცია თუ gaming setup-ში თუნდაც რომ რაღაცა, ამიტომ რაც მომეწონა იაფიანი ვარიანტი ჯერჯერობით გამოვწერე. საკმაოდ პატარაა, მაგრამ უფრო დიდსაც სამომავლოდ გამოვწერ. ეს არის სხვათა შორის ძალიან საინტერესო, აბა თუ ხედავთ რა აწერია. Jetur. ეს არის Jetur-ის საჩუქარი. როდესაც ავტომობილი შევიძინეთ Jetur T2, ასევე საჩუქრად გადმოეცა Jetur-მა აი ესეთი ძალიან მაგარი მაუსი, მეგობრებო. Jetur-ის დიზაინით, თან ეს ძრება, ნახე.
პაპან. ესე იგი, ჯეტურის მაუსპედი სხვადასხვაშორისაა განსხვავებული. ხო, მაუსპედი არის, მე მგონი კი. სანამ მეორე მონიტორს დავიმატებ, იმიტომ რომ სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, რომ დავჭირდეს, ცოტა ხან შევხედავ. მონიტორი მქონდა ნაყიდი 1-2 თვის წინ. ესეც Amazon-ზე ვიყიდე, სხვადასხვაშორის თუ არ ვცდები 100-130 ფარგლებში. ტრანსპორტირებაც არ დაждდა ძვირი, იმიტომ რომ პატარაა, როგორც ხედავთ, ნახე რა თხელია. ეს არის ბრენდი Arzopa. არ ვიცი, მეც ესე აღმოვაჩინე. და აი ესეთი ტიპია, ნახე. შეგიძლია მეორე სკრინად გამოიყენო თავისუფლად. პირდაპირ Type-C შეგიძლია შეუერთოთ მობილური თუნდაც. ამ მონიტორთან შედარებით ნახეთ რა პატარაა. ამ მონიტორის სიმაღლე არის სუფთა რა. მოკლედ, დანა ვერ ვიპოვე პატარა დანა და ამ დანით გავაგრძელებ. ვინმეს თუ ხარაკირი მომდება. ეს არის ARMI MSI-ის, რომელიც ძალიან მაგარი არმია, მაგრამ მე მგონია, რომელსაც ვერ ვაკადრებ Alienware-ს. აი, ნახეთ როგორი. აბა, ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი ასევე კომენტარებში. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში არ მთავრდება ეს ყველაფერი, ამიტომ გელოდებით კომენტარებში, გადავიდე თუ არა MSI-ის ARM-ზე. თუ ესე ფეხით ეყენოს. მოკლედ ეს ორი დღეა, უნდა გავაკეთო ერთი კომენტარი რა, მეორე დღეა ხა. გათენდა როგორც გიხარით და ეს ორი დღეა ტელეფონში არ გაჩერებულა შეტყობინებები. იქეთ იმენთისთვის ამზადისია, აქეთ ოჯახის ამბები, იქეთ სამსახური, მოკლედ სრული საგიჟეთი არის რა. მაგრამ მე ვთქვი რომ ეს ორი დღე ჩემს თავს უნდა ვაჩუქოთ რო და ჩემს მაყურებლებს პლუს და ჩემი ოთახის მოწყობას და იმედი მაქვს რომ ქვეყანა არ დაინგრევა რა. მაგრამ დაწონებული ვარ რომ თქვენც კიდევ უფრო ნახე დააფასებთ და დაინახავთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია. ჩემს შემთხვევაში რა ჭირს ხოლმე იცი ყველაზე მეტად, რომ დაგანახოთ და YouTube-ზე გამოჩნდეს რეალურად მე რაც ვცნობ, როგორ ვფიქრობ რაღაცა კითხებზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ვერიდები ხოლმე ზოგადად ეგეთ რაღაცებზე საუბარს რა, მაგრამ ეს ადგილი, აი GD-Tech-ის ვიდეოებიც და ზოგადად აი ეს ოთახი იქნება ის ადგილი, საიდანაც ალბათ უფრო მეც ვისაუბრებ რაღაცეებს. აიცა შეგახედოთ, ნახე რა მაგარია. ვაუ, მოკლედ ძალიან მარტივად აპლიკაციაში როცა შედიხარ, ამატებ, ესე კი ჩანს, აი, ორივე device-ი ჩანს ესე და აქეთ გრუპი გავაკეთე და გრუპში ჩავაგდე რა PC room. და როდესაც შეყვალ ამ გრუპში, ერთი და იგივე სცენარი არჩი, შეგიძლია ორივესთვის და ერთი და იგივენაირად გაანათებს, აი. ნახეთ, დაჯდა? კი, დაჯდა. ეგ არის, აი მაგალითად, მოუშენებიც კი ერთნაირი შეიძლება ჰქონდეს. 3, 2, 1. ეგ არის. ეხლა კი დროა გადავიდეთ ყველაზე YouTube-ურ ამბავზე და ყველაზე YouTuber-ებისთვის და YouTube-ის მაყურებლებისთვის ყველაზე საყვარელ ამბავზე. რა თქმა უნდა დავამაგროთ. ჯერჯერობით გადავწყვიტე რომ ისევ ეს სამი დავაყენო და მე კომენტარებში ამაზეც დავილოდებით თქვენს აზრს. ერთი იდეაა, რომ საერთოდ აი ეს კედელი მთლიანად, აი ხო ჩანს ეს კედელი. მთლიანად play ბატონებით რომ მოვხდოთ რა სიტყვით ამას. აი ეხა ნამდვილად YouTuber-ის ოთახია, შეიძლება ესე ითქვას. მე მგონი play ბატონები ამჯერად საკმარისია და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აი ამ თაროს დალაგება. და როგორც იქნა მეგობრებო, რატო ყვირი ვარ არ ვიცი, მაგრამ 2 დღის შემდეგ მეორე საღამოა, გარეთ ძალიან ცივა და მე უკვე ჩემი პირადი ოცნების ოთახი მაქვს. საიდანაც შევძლებ ვიდეოების ჩაწერას მყუდროდ, წყნარად, ბედნიერად და ვილაპარაკებ ძალიან ბევრს თქვენთან. იმედია ტვინს არ გავბურღავ. ხა ერთად შევიდეთ და ნახოთ თუ როგორი გამოვიდა, საბოლოოდ არა. მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენი ოთახი, რომელიც ერთად მოვაწყეთ და 2 დღის განმავლობაში ვაწყობდი. Let's go. მოკლედ, ესეთი ამბავია. ჯერ უნდა შეგახედოთ ჩემი ოთახის შესასრულში. მაგრამ ეს არ დარჩება, რა თქმა უნდა. ნახეთ რა ხდება აქ. გამოყართ, მაგრამ ნახევარზე მეტი გადასაყრელია, ნუ ესენი არა. play ბატონები, მაგრამ ბევრი რამე გადასაყრელია და სათხართ. წავიდა. 3, 2, 1. ვაუ! ხო და რაც შეეხება პატარა ტურს, ამ ადგილას გვაქვს EcoFlow, ჩემი პირადი power bank-ი, რომელიც არის 27000-იანი და არის 300 ვატიანი, ვინც ერკვევა, მიხვდება რომ შეუძლია, რა ვიცი, 3 ლეპტოპი ერთად დატენოს. ეს არის Anker-ის iPhone-ის დამტენი და ასევე აქ არის ჩამალული საათის დამტენი. ნუ ჩვენი ARMI, რომელიც ავაწყეთ და რომელსაც ცოტა ხანში ალბათ გამოვიყენებთ, MacBook-ი, pad-ი, mouse-ი, კლავიატურა უკვე გავიარეთ, ეს ჩვენი განათების პულტი.
აი ამისი. ასევე აქ გვაქვს play button-ი, რომელიც კირას სახელზე ჩამოვიტანე. ვინც არ იცით, გეტყვით რომ როდესაც თქვენი არხი მიაღწევს 100.000 გამომწერ. ესეთ რამეს უკეთავ და პლუს შეგიძლია შენ აირჩიო რა სახელ და გვარ დაწერა და ერთ-ერთი არხის მიღწევის შემთხვევაში დავწერე კირა დანელია, იმიტომ რომ რაღაცა კირას იქნება мотиваციაში დაეხმაროს თქო. არ ვიცი, ვიფიქრე და ვნახოთ როგორ იქნება. აქ უკვე ჩვენი გაგროლი play button-ების ნაწილი. და რაც შეეხება აქეთ, რა თქმა უნდა, მაფიის მიერ ნაჩუქარი ამ დაბადების დღეზე, ნაჩუქარი კატანა, რომელიც მაფიამ სახალხო მომართვა საჩუქრად, როდესაც დაბადების დღეზე მოვიდნენ. აქეთ არის კიდე ჩემი დანების კოლექციის რაღაც მცირე ნაწილი. ეს ძალიან მაგარი მჭრელი ნაჯახია, რომელიც custom-ია, შეიძლება ისე ითქვას და მადლობა საბას ამისთვის. აქ მინდა ძალიან მოკლედ ლედები და ვნახოთ როგორ გამომივა. ეს დუბაიდან არის რა თქმა უნდა. ეს გიორგი დანელია თუს არხის silver play button-ი. იმედი მაქვს მალე gold-იც გვექნება, იმიტომ რომ მილიონამდე უკლია ძალიან ცოტა, 50,000 გამომწერი თუ რაღაცა. აქეთ გვაქვს არტეფაქტის და Nike-ის კოლაბორაცია. სულ თუ არ ვცდები 800 ცალია გამოშვებული, არ ვიცი 1000-მდე. აქვს ჩაშენებული ტრეკერი, ბევრი სხვა რამე და კიდე ძრავი, რომელიც აი ამ თასმებს ესე კრავს. ეს იყო ერთ-ერთი NFT-ით შეძენილი ბოტასია, შეიძლება ისე ითქვას. აქ გვაქვს Red Bull-ის ნაჩუქარი Monopoly. ხოლო აქ ჩემი სკამი, რომელიც უკვე განახეთ და საბოლოო ჯამში აი ესეთი ყუდრო კუთხე გამომივიდა, შეიძლება ისე ითქვას. მოკლედ, რაც შეეხება საჩუქარს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეიძლება და საჩუქრად მეჩუქებინა თქვენთვის ერთ-ერთ შეკვეთისას, როდესაც ვუკვეთავდი YouTube play button-ს, რატომღაც გამიელვა გონებაში. მოდი ერთი silver play button-ი ჩამოვიტანოთ თქო, ჩემი გამომწერისთვის თქო, ჩემი ერთგული გამომწერისთვის, რომელიც გულშემატკივრობს, მიყურებს და ჩემთან ერთად იზიარებს ჩემს სიხარულს თქო. შესაბამისად, მე მინდა რომ შენგან მოგცე აი ესეთი YouTube play button-ი და მინდა რომ ყოველთვის გაგახსენდეს, რომ შრომით, ყალებით, სწავლით და YouTube-ის სიყვარულით სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია მიაღწიო ნებისმიერი რაოდენობის გამომწერებს, იმიტომ რომ მე შევძელი საქართველოში, თბილისიდან და როგორც ხედავ, არაერთ გზის. ამისათვის ძალიან ბევრ, ძალიან საინტერესო ინფორმაციას გავაზიარებ. ძირითადად კრეატორ აკადემიის ფარგლებში, სხვათა შორის, ვინც არ იცით, შეგიძლიათ დაფოლოვდეთ, გამოიწეროთ, დაალაიქოთ და შეამოწმოთ. კრეატორ აკადემია არის ჩვენი ახალი წამოწყება. საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, რომ ჩვენი ეს ამდენი, ვიცი, 7-8 წლის ჩემი გამოცდილება ვერტიკალურიდან დამთავრებული long form ვიდეოებით YouTube-ის მიმართულებას storytelling-თან. მოკლედ, ძალიან ბევრი, ძალიან დიდი ეკოსისტემაა. რაც შეეხება ჩემს საჩუქარს, ჩემი საჩუქარი არის აი ესეთი მარტივი. შეკვეთისას აღარ ჩავწერე ჩემი სახელი და გადავწყვიტე რომ ეს მეჩუქებინა ჩემი გამომწერისთვის. უცებ ვერ მოვიფიქრე და მეწერა და დავწერე Lucky Winner by GD. შესაბამისად, სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმბოლურია, მაგრამ იმის მანიშნებლად, რომ ეს ყველაფერი შენ შეგიძლია გააკეთო, იმის მანიშნებლად, რომ გაფასებთ, მიყვარხართ და რაღაცა მეც მინდა ხოლმე რომ ჩემი მხრიდან რაღაცა გავაზიარო, ამას მიიღებს საჩუქრად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოიგოთ. რა კი საქმე play button-ს ეხება, გონია რომ ეს საჩუქარი უნდა მიიღოს ისეთმა ადამიანმა, ვისთვისაც ეს საქმე მნიშვნელოვანია. ამიტომ ბოლო 1 წლის მანძილზე ჩემს YouTube არხზე დადებული ვიდეოებიდან უნდა გააკეთოთ ედიტები, დადოთ TikTok-ზე hashtag-ით GD_squad და წლის ბოლომდე გამოვლენ გამარჯვებულს. იქნება 3 გამარჯვებული, პირველი მიიღებს play button-ს, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი მიიღებენ EcoFlow-სგან power banks. ასევე ვისაც სპოილერები გაინტერესებთ ხოლმე, შეგიძლიათ Instagram-ზე GD_squad-ის channel-ზე შემოგვიერთდეთ და იმედი მაქვს რომ გამარჯვებული, რომელიც play button-ს მიიღებს, ცოტა ხანში საკუთარი მილიონიანი play button-ით self ჩამიგდებ. ნახე გიო მილიონიანი მივიღე და მომილოცეო. აბაჰე, მოკლედ ამ ვიდეოში რა თქმა უნდა ბევრს ვერ ვითამაშებ, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ თამაშით სასწავლი მაქვს, მეგობრებო. ამიტომ გამოვუშვით რჩევები რა თამაში, Battlefield-ი მინდა უეჭველი რომ დავიწყო. ყველაზე დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო იმისთვის რომ ხართ ჩემთან ერთად და იმისთვის რომ აი ამ ყველაფრის კეთების მიზეზი მაქვს და იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება 8 წლის წინ, როდესაც პირველი YouTube ვიდეო ჩავწერე, შეიცვალა, ეს არის თქვენი დამსახურება. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და რა თქმა უნდა, აი აქედან ძალიან ბევრი ვიდეო გველოდება, ძალიან ბევრი რამეა კიდე გასაზიარებელი, იმიტომ რომ ტექი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულება, ამიტომ ძალიან ბევრ რამეს GD Text-ს დაელოდეთ და რა თქმა უნდა, შევხვდებით ამ არხზეც და GD Text-ს, მაგრამ ძალიან ხშირად აი ამ ოთახიდან. აბა დროებით.